გადავშალოთ ბიბლია, წმინდა მარკოზის სახარება. მე-15 თავი. კითხულობთ პირველ 5 მუხლს. ყისვე დილა ადრიანად მოხდელმთავრებმა უხუცესებთან, მწიგნობრებთან და მთელ სინედრიონთან ერთად მოითათბირეს და შეკრეს იესო, წაიყვანეს და პილატეს გადასცეს. დაკითხა მას პილატემ, შენ ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო მან მიუგო და უთხრა, შენ ამბობ. მღვდელმთავარნი ბევრ რამეს აბრალებდნენ მას. პილატემ კვლავ კითხა მას. არაფერს უპასუხებ, ხედავ რამდენს გაბრალებენ. მაგრამ იესო აღარაფერზე პასუხობდა და ეს აოცებდა პილატეს. ეს არის უფლის სიტყვა. გილოცოთ. უზენაესო ღმერთო მოწყალე მამაო, მადლობას გწირავ შენი სიტყვისთვის, რომელშიც გვაქვს სინათლე და გაცხადება შენი ნებისა. შენი სული წმინდის მადლით გამოგვიცხადე შენი ნება. მოგვანიჭერა თავი ერწმუნოთ შენს ძეს იესო ქრისტეს. დაგვიმკვიდრე საუკუნო ცხონება და მოგვეცი გაბედულება, რათა ვაუწყოთ ეს რწმენა სამყაროს. იესო ქრისტეს მიერ. ამინ. როგორც წესი, სასამართლოს პროცესის დროს, როდესაც ასამართლებენ ადამიანს, მას აქვს უფლება და ის იმართლებს, იცავს თავს, თანაც თუ აქვს მას წაყენებული ძალიან მძიმე ბრალდებები. ქრისტეს ძალიან მძიმე ბრალდება ჰქონდა წაყენებული. და როგორც წავიკითხეთ ჩვენს ტექსტში, ამ ბრალდებას უყენებდნენ კიდევ, უმატებდნენ კიდევ სხვა ბრალდებებს. ბრალდება, რომელიც ქრისტეს წარუდგინეს, იყო იმდენად სერიოზული, რომ მას ემუქრებოდა სიკვდილით დასჯა. იმპერიაში იყო მხოლოდ ერთი მმართველი. მას კი ბრალდებას უყენებდნენ, რომ ის იყო იუდეველთა მეფე. რა აოცებდა პილატეს? პილატეს აოცებდა ის, რომ როგორც წავიკითხეთ, ქრისტე თავს არ იმართლებდა. ის დუმდა. მოდით დავარქვათ ჩვენს დღევანდელ საუბარს ქრისტეს დუმილი. ქრისტეს დუმილი და დავფიქრდეთ. რატომ დუმდა ჩვენი უფალი ქრისტე სასამართლოზე? ერთი მხრივ იქნება შთაბეჭდილება, თითქოს დუმდა ნიშნავს დამნაშავია. ზოგჯერ ხო დუმილის ნიშანი, დუმილი არის ნიშანი თანხმობისა. მაგრამ მთელი წერილი გვიდასტურებს და გვიცხადებს, რომ იესო ქრისტე არის ერთადერთი, რომელსაც არასოდეს არაფერი გაუკეთებია ღვთისნების საწინააღმდეგო. ცუდი. ის იყო სრულყოფილების განსახიერება. ის იყო ერთადერთი პიროვნება, ერთადერთი ადამიანი, ჭეშმარიტი ადამიანი, ოღონდ ცოდვის გარეშე. ეს ყველა ქრისტიანმა იცის. დოგმატი ქრისტეს პიროვნების შესახებ. ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი ადამიანი, ოღონდ ცოდვის გარეშე. მაგრამ ის დუმს სასამართლოზე. იმის დაშვება, რომ ის დუმს, იმიტომ რომ ეთანხმება ბრალდებას, ყოვლა წარმოუდგენელია. იმიტომ რომ ის არის აბსოლუტურად მართალი, უდანაშაული. პილატეც ხვდება, თუ ჩვენ გავაგრძელებთ კითხვას, იმას, რომ ქრისტე შურის გამო გადასცეს მას და ის თავად არის უდანაშაულო. მაგრამ არ დაგავიწყეთ, ბრალდება არის ძალიან მძიმე. ძალიან მძიმე. ეს იყო გამოწვევა რომისათვის,
რომის პოლიტიკური სისტემისათვის, ხოლო რომი დაუსჯელად არავის არ ტოვებდა, ვინც მას გაუბედავდა გამოწვევას. რაზე მიუთითებს იესო ქრისტეს დუმილი? თუ ის უდანაშაულოა, თუ ის არ ეთანხმება ამ ბრალდებებს, არის მართალი, მაგრამ ისი არ გავიგოთ, თითქოს ბრალდების შინაარსი არ იყოს თანხვედრაში ქრისტეს მოწოდებასთან. იყო თუ არა იესო სინამდვილეში იუდეის ან იუდეველთა მეფე? იყო. მაგრამ ეს წარმოდგენილი იყო როგორც ბრალდება. ეს იყო შეფერილი, ეს იყო გადმოცემული იმგვარად, თითქოს ქრისტეს აინტერესებდა ამ ქვეყნიური, რომაული გაგებით პოლიტიკური ძალაუფლება. ამ კუთხით, ამ თვალსაზრისით ის იყო უდანაშაული. ის არასოდეს არ ცდილობდა ასეთი ძალაუფლების მოხვეჭას. ის იყო დადგენილი, ის იყო ცხებული როგორც მეფე, მაგრამ არა იმგვარად და იმ გაგებით, როგორც ეს ესმოდათ მაშინ. ან ყოველ შემთხვევისათვის გაიგებოდა. პილატე იყო ძალიან განცვიფრებული. შეიძლება ეს იყო მისთვის, მის პრაქტიკაში ერთადერთი პირველი შემთხვევა, რომ ბრალდებული არ იმართლებდა თავს. საერთოდ გაჩუმებული იყო. მეხუთე მუხში ჩვენ წავიკითხეთ, ეს აოცებდა პილატეს. რაზე მიუთითებს, რას გვასწავლის ჩვენ საღვთო წერილის ეს ტექსტი იესო ქრისტეს დუმილზე პილატეს წინაშე? სულ მცირე სამ რამეს. და მე მსურს, რომ დღეს ჩვენ ამაზე დავფიქრდეთ. პირველი, ქრისტეს დუმილი სამჟავროზე ლაპარაკობს მის მორჩილებაზე, ღვთის ნებისადმი. მეორე, ლაპარაკობს მის ნდობაზე, ღვთის ნებისადმი და მესამე, ლაპარაკობს მის მიერ წინასწარმეტყველების აღსრულებაზე, ღვთის ნების შესრულებაზე. მაშასე სამი რამ: მორჩილება, ნდობა და შესრულება. რატომ ლაპარაკობს ქრისტეს დუმილი მისსავე მორჩილებაზე? როდესაც გეთსიმანეის ბაღში ჩვენი უფალი წარდგა სალოცავად, მისი ადამიანური ნება შედრკა. გაიხსენეთ, რას ლოცულობდა უფალი. როდესაც მან დაინახა, წარმოიდგინა, შეიცნო, პირისპირ დადგა ღვთის ნების შესასრულებლად. რომ უნდა მომკვდარიყო, რომ უარყოფილ უნდა ყოფილიყო, გვემულიყო, რომ უნდა მოკლულიყო, უდანაშაულად, უსამართლოდ. რა უთხრა მან მამას? თუ შესაძლებელია, ამარიდე ეს ასმისი. მაგრამ როგორც კი დაინახა, რომ სასმისი გამზადებული იყო და მამა თავის ნებას არ შეცვლიდა, იქვე დაურთო, მაგრამ იყოს არა ისე, როგორც მე მნებავს, არამედ ისე, როგორც შენ გნებავს. იესო იყო გაჩუმებული, იმიტომ რომ ამ დროს ის ასრულებდა მამის ნებას, ღვთის ნებას. ზოგჯერ ცხოვრებაში ისე არ ხდება, როგორც ჩვენ მოველით ან გვინდა რომ იყოს. იქნებ ჩვენ მიჩვეული ვართ ისეთ ქადაგებებს, ისეთ ლაპარაკებს კოუჩინგის სტილში, რომ ყველაფერი კარგად იქნება, შენ მიაღწევ საწადელს, შენ იქნები წარმატებული, შენ გელოდება წინ არნახული სიმაღლეები და ასე შემდეგ.
მე არ ვამბობ, რომ კოუჩინგი ცუდია, მაგრამ საღვთო წერილი გვასწავლის და გვაფრთხილებს, რომ ამ ცხოვრებაში შეიძლება დადგეს ისეთი მომენტი ღვთისნებით, რომელიც შეიძლება ჩვენ ძალიან არ მოგვეწონოს. არ იყოს სასიამოვნო ადამიანური გადმოსახედიდან, ადამიანური ნების თვალსაზრისით. თუ ეს ქრისტეს ნებისათვის იყო უსიამოვნო, წარმოიდგინეთ, ჩვენი ნებისადმი არ შეიძლება იყოს უსიამოვნო. თავად ქრისტე შედრკა. თავად ქრისტეს ადამიანურმა ნებამ უთხრა: მამაო, თუ შეიძლება ამაშორე, თუ შეიძლება ეს ნება შეცვალე. დაფიქრდით აი ამ სიტყვებზე, იესო ქრისტეს ლოცვის სიტყვებზე. მისმა ადამიანურმა ნებამ ითხოვა, რომ მამას ნება შეეცვალა, მაგრამ მამის ნება იყო უცვლელი. ეს უნდა წასულიყო და მომკვდარიყო ჯვარზე. და ადამიანური თვალსაზრისით ეს არ იყო სასიამოვნო. სასიამოვნო იყო ფურთხება სახეში. გეკითხებით, სასიამოვნოა, რომ ვინმე გაფურთხოთ სახეში. თანაც უდანაშაულოთ, ისე რომ თქვენ არაფერი არ გაგიკეთებიათ საფურთხელ. ღირსი ფურთხისა. სასიამოვნოა, როდესაც კლავენ. სასიამოვნოა, როდესაც მეგობრები გტოვებენ. სასიამოვნოა, როდესაც მარტო აღმოჩნდებით. სასიამოვნოა, როდესაც უახლოესი მეგობარი ღალატობს. სასიამოვნოა, რომ ყველა გტოვებს. სასიამოვნოა, რომ ყველანაირი კანონის დარღვევით გასამართლებენ და სიკვდილს მიგიჟიან. სასიამოვნოა, რა თქმა უნდა, ადამიანური თვალსაზრისით ეს არ არის სასიამოვნო და ქრისტეს ადამიანურმა ნებამ შეევედრა მამის ნებას, იქნება ამაშორომა ეს სასმისი, მაგრამ მისი ნება იყო უცვლელი. ქრისტეს ადამიანური ნება შეხვდა ღვთის უცვალებელ ნებას. ღვთის უცვალებელ ნებას. და იესო დანებდა, მისი ადამიანური ნება დანებდა. აი ეს დანებება ქრისტეს დუმილში გამოისახა. მე მინდა რომ ეს თქვენ კარგად დაინახოთ. აი ეს გეთსემანის ლოცვა აღსრულდა პილატეს წინაშე, როდესაც ის დადუმდა და ბაგეს არ აღებდა. არ იმართლებდა თავს, არ იცავდა თავს. შეხედეთ ქრისტეს, გეკითხებით, შეეძლო თუ არა მას თავის დაცვა? თუ ესაჭიროებოდა რომ ვექილი, ანუ ადვოკატი, დამცველი დაექირავებინა, საერთოდ არა, დაიცავდა თუ არა საკუთარ თავს, დაიცავდა. როდესაც გეთსემანის ბაღში პეტრემ იშიშვლა მახვილი, რა უპასუხა ქრისტემ? დამალე შენი მახვილი, ნუ თუ შენ არ იცი პეტრე რომ აი ამ წუთში, აი ახლავე შემიძლია მამას ვთხოვო და ლეგიონებს გამოგზავნის ჩემს დასაცავად, მაგრამ ამას არ ვაკეთებ. ქრისტეს დუმილი მიანიშნებს ქრისტეს ნების, ადამიანური ნების სრულ დანებებაზე, მორჩილებაზე, თავმდაბლობაზე. ჩვენ ვკითხულობთ წმინდა პავლე მოციქულთან, რომ ქრისტე გახდა მორჩილი სიკვდილამდე და ჯვარცმით სიკვდილამდე. სიკვდილამდე მორჩილება. ქრისტეს რომ პირი გაეღო და საკუთარი თავი დაეცვა, ის გამართლდებოდა. პილატე გაათავისუფლებდა. თუ პილატე გაათავისუფლებდა, გეკითხებით, როგორ შეასრულებდა ის მამის ნებას? როგორ მოკლავდნენ მაშინ მას? როგორ აფურთხებდნენ მას? როგორ გალანძღავდნენ მას? როგორ დააგლიჯავდნენ მას წვერებს? როგორ დაასისხლიანებდნენ მაშინ მას? როგორ დასცინონდნენ მაშინ ჯარისკაცები მას? როგორ უარყოფდნენ მაშინ მას მისი მეგობრები? როგორ აღმოჩნდებოდა ის სრულ მარტოობაში, მიტოვებული კაცთა მიერ და ღვთის მიერ? როგორ გეკითხებით? მას რომ პირი გაეღო და დაეწყო საკუთარი თავის დაცვა, პილატეს ხო ისედაც ეჯერა, რომ ქრისტე უდანაშაულოა, მაგრამ გაოცებული იყო, რომ ეს უდანაშაულო კაცი საკუთარ თავს არ იმართლებს. ზოგჯერ დამნაშავეები ისე იმართლებენ თავს, გეგონება რომ მამა აბრამის ბატკანი იყო. სხვასია. ან ისეთ ვექილს ქირაობდნენ, რომელიც ისე წარმოადგენს დამნაშავეს, თითქოს არაფერი არ გაუკეთებია. ხდება თუ არა ასეთი რა? უამრავი შემთხვევა ასეთი, როდესაც დამნაშავეს ამართლებენ, იმიტომ რომ ისი არის წარმოდგენილი მისი საქმე, საუცხოოდ. მაგრამ ჩვენ წინაშია შეხედეთ ქრისტეს, შეხედეთ სურათზე ქრისტეს, უდანაშაულო ქრისტეს პილატეს წინაშე, რომელიც
არ იმართლებს თავს, არ ცდილობს საკუთარი თავის გადარჩენას. რატო? იმიტომ რომ ის თლიანად დანებებულია, მორჩილად იღებს ღვთის ნებას. თუ ვინმეს ეჭვიეპარება, რომ ცხოვრებაში ყველაფერი იავარდებით არის ყოველთვის მოფენილი, მოусმინეთ ჰერმან ჰესეს მის შესანიშნავ წიგნში ტრამალის მგელი. აი რას ამბობს მთხრობელი. ცხოვრებას ღვარძლივით ამაზრზენი გემო დაჰკრავდა. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რა მშვენიერია ცხოვრება. თუ შენ კიდევ ეს ამაზრზენი გემო, როგორც ჰერმან ჰესი ამბობს, არ შეგიგრძნია, მაშინ ცხოვრება კიდევ არ შეგიგრძნია. ცხოვრებას ზოგჯერ შეიძლება ხშირად ვინმესთვის ღვარძლივით ამაზრზენი გემო დაჰკრავს. შეიგრძენი თუ არა შენ ასეთი ცხოვრება. თუ მხოლოდ კარგ, ტკბილ, სასიამოვნო გემოს შევიგრძნობთ ამ ცხოვრებიდან. არა, მეგობრებო. ზოგჯერ ღვთისნებას მივყავართ იქ, სადაც ადამიანურ ნებას არ სურს. გახსოვთ ქრისტემ რა უთხრა წმინდა პეტრეს, მოვა დრო და წახვალ იქ, სადაც შენ არ გსურს, რომ წახვიდე. მე ვაგრძელებ ტრამალის მგელის მთხრობელის სიტყვებს, გრძნობდი უფრო და უფრო მაზიდებდა. აი უკვე რა ხანია მაწუხებდა გულისრევა, ხედავდი რომ როგორ მაპანღურებდა და მაბურთავებდა ეს ცხოვრება. ცხოვრება მშვენიერია, კი, ძალიან მშვენიერია. ძალიან კარგია, როდესაც ცხოვრება გაპანღურებს და გაბურთავებს. მაშინაც მშვენიერია, გეკითხებით. მაშინაც მშვენიერია ცხოვრება. მშვენიერი იყო ქრისტესთვის ცხოვრება, როდესაც აფურთხებდნენ, უარყოფდნენ, ცემდნენ, ჟიდნენ, ასამართლებდნენ. როდესაც ის იდგა სასამართლოზე და არ იცავდა საკუთარ თავს, მშვენიერი იყო მისთვის ცხოვრება. ხან ჰეროდესთან მიდიოდა, ხან პილატესთან, ხან სინედრიონთან, აბურთავებდნენ მას ერთი ადგილიდან მეორე ადგილას, ურტყამდნენ, ამცირებდნენ. მშვენიერი იყო ქრისტესთვის ცხოვრება. მაგრამ შეხედეთ, არ იმართლებს თავს. არ ამბობს, სად არის ღმერთი? რატომ არ მეხმარება ღმერთი? სად არის სამართლიანობა? ეს არის მშვენიერი ცხოვრება. სად არის კარგი ცხოვრება? ის არ იღებს სიტყვას, არ ამბობს. კიდევ რამოდენიმე სიტყვა ტრამალის მგელიდან. გაბოროტებული მივაბიჯებდი ჩაბნელებულ ქალაქში. დიახ, ეს წუთისოფელი ჩაბნელებული ქალაქია. თუ კიდევ გონია რომ ეს წუთისოფელი გაკაშკაშებული ქალაქია, მაშინ ძალიან ცდები. საღვთო წერილი ამბობს, რომ წუთისოფელი ბოროტებაში წევს. თუ შენ კიდევ ამ ბოროტების გემო არ გიგრძნია, ესე იგი კიდევ წუთისოფელი და ცხოვრება არ გიგრძნია. ყოველი მხრიდან ნოტიო მიწისა და სამარის სუნი მცემდა. გცემს თუ არა შენ სამარის სუნი? არა, ეს შაუსანი ყვავები ჩემს საფლავთან ვერ ეღირსებიან დგომას, ვერ მოიფხანენ გულს. გულის ამაჩუყებელი, ცოდომადლის გამკითხავი ლაქლაქით. საითაც არ უნდა გამეხედა, საითაც არ უნდა მიმეპყრო ფიქრი. არსაიდან მელოდა სიხარული. არსაიდან ელოდა ქრისტეს სიხარული. იმ მომენტში, როდესაც ის შუმად იყო, როდესაც ის დუმდა, იმიტომ რომ იმ მომენტში ის მორჩილად ასრულებდა ღვთის ნებას. მორჩილად ასრულებდა ღვთის ნებას. არავინ მიხმობდა, არაფერი მიზიდავდა. ყველაფერს დამპალი ჟამგასულობის ხრწნადი ნახევრული კმაყოფილების მყრალი სუნი აზდიოდა. თუ ჩვენ კიდევ ეს სუნი ვერ შევიყნოსეთ, თუ ჩვენ კიდევ ეს სუნი ვერ გავიგეთ, მაშინ ჩვენ საერთოდ წარმოდგენა არ გქონია ცხოვრებას. მაშინ ჩვენ ილუზიაში ვცხოვრობთ. ბევრი მართლა ილუზიაში ცხოვრობს. ილუზიაში. და ფიქრობს, რომ ეს ცხოვრება სრულყოფილია და მშვენიერია. არა, მეგობრებო, ეს ცხოვრება დამტრეულია, დამსხრეულია, არასრულყოფილია. რატომ იკითხავთ? იმიტომ რომ ჩვენმა დიდმა პაპამ, ჩვენმა წინაპარმა ადამმა მოაწყო ბუნტი, გადატრიალება, უღალატა ჩვენს ღმერთ შემოქმედს, დაეცა და მასთან ერთად ყველა ჩვენ დავეცით. მასთან ერთად დაეცნენ ხეები, ჩიტები, ფრინველები, ცხოველები, თევზები, ძაღლები, კატები. ჯამრთელობა. სიცოცხლეს დაემუქრა საშიშროება, რომელიც სახელი არის სიკვდილი, გაჩნდა სამარე. გესმით მეგობრებო, სამარე გაითხრა. ღმერთმა იმიტომ შექმნა ადამიანი და სამოთხე, რომ იქ სასაფლაოს ადგილი დაემკვიდრებინა? გეკითხებით, არა.
მაგრამ როგორც კი შესწოდა ადამმა, სასაფლაო გაჩნდა, სამარე გაითხრა. იქ ადამიანი უნდა მომკვდარიყო. განა ეს სიტყვები არ გვესმის ჩვენ, მტვერი ხარ და მტვრად მიიქცევი. როდის უთხრა ღმერთმა ეს სიტყვები? როდესაც ადამმა შესწოდა. ცოდვის გამო აი ეს ღვთის მიერ აწყობილი სრულყოფილი ცხოვრება დაიმსხვრა, დაინგრა, აუვიდა მყრალი ჟამგასულობის, როგორც ჰესი ამბობს, სუნი. აღარ საიდან აღარ არის სიხარული. მორჩილება. ქრისტე არ იცავს თავს, ის მორჩილად ეგუება თავის ხვედრს. იცით რას ამბობს საღვთო წერილი? ყველაფერი გააკეთეთ უდრტვინველად. იესო არის ჩვენი მაგალითი. უდრტვინველად. რას ნიშნავს უდრტვინველად? რა არის დრტვინვა? უკმაყოფილების გამოხატვა. საყვედური. შეხედეთ, ქრისტე არ საყვედურობს, არც თავის ხვედრს, არც ღმერთს, არც არავის. არავის არ საყვედურობს საერთოდ. ის ჩუმად არის. ჩუმად. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის არის დამნაშავე. ეს არ ნიშნავს, რომ მას ეს ყველაფერი მოსწონს. მის ადამიანურ ნებას ჩვენ უკვე ვთქვით და ვიმეორებ. მის ადამიანურ ნებას ეს არ მოსწონდა. არ მოსწონდა, ამიტომ უთხრა მამის ნებას, მამაო, ამაშორე ეს, არ მინდა ეს. არ მინდა ეს. მაგრამ მამამ უთხრა, არა. ეს უნდა შესვა. ეს არის შენი სასმისი. ეს შენი ხვედრია. უნდა დალიო და დალიო ბოლომდე. და ისე უნდა დალიო, რომ ერთიც არ წამოიყვირო, რა მწარია ეს. დაგილევია თუ არა მწარე სითხე. წამას როსვამენ ბავშვები. ახლა ისეთი სიროფებია, რომ არც კი გრძნობენ, მაგრამ ადრე როსვამდნენ, როგორ იჭყანებოდნენ, როგორ ტიროდნენ. მამა მოთხრა ეს სასმისი ბოლომდე უნდა დალიო, მწარია, მაგრამ უნდა დალიო. ოღონდ არ დაიყვირო. უკმაყოფილება არ გამოთქვა. არ დაიწუწუნო. იესო არ წუწუნებს, არ ტრტვინვა არ გამოდის მისი ბაგეებიდან. რატომ? იმიტომ რომ მისი დუმილი და დუმება, როგორც მოქმედება, მიუთითებს მის სრულ მორჩილებაზე ღვთისნებისადმი. წმინდა პავლე მოციქული ამბობს, ყველაფერი გააკეთეთ უდრტვინველად. იესო იყო მორჩილი სიკვდილამდე და ჯვრით სიკვდილამდე. როგორც კი ჩვენ გრძნობთ, რომ ღვთისნებას მივყავართ იქ, სადაც ჩვენ არ გვსურს რომ წავიდეთ, ქრისტეს მსგავსად, მოდით დავდუმდეთ. მოდით დავდუმდეთ. ეს არ ნიშნავს, რომ მოვიწონოთ, ან შევეგუოთ. იესო არ შეეგუა სიკვდილს, ის აღდგა მკვდრეთით მესამე დღეს, მან დატოვა საფლავი. ასევე დაგატოვებს ღმერთის საფლავს ან იმ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენ აღმოჩნდები. მაგრამ საჭიროა უდრტვინველად მიღება, ანუ მორჩილება და თავმდაბლობა ღვთისნებისადმი. მეორე, რაც ჩვენ ვთქვით, ეს არის არნახული ნდობა. შეხედეთ ქრისტეს, როგორ ენდობა მამის ნებას. შეხედეთ, როგორი ნდობა აქვს მას მამისადმი. მაშინ, როდესაც მის ცხოვრებას საშიშროება დაეუფლა. წმინდა პეტრე მოციქული აი ასეთნაირად აღწერს ქრისტეს, შეიძლება ითქვას, დუმილს, მის უმოქმედობას. აი ეს აკვირვებდა, მინდა რომ ჩვენს პილატეს მსგავსად შევხედოთ ქრისტეს, მოდი დღესაც შევხედოთ ქრისტეს ჩვენს წარმოდგენაში, ჩვენს ფიქრებში და გავოცდეთ. გაოცებული ხარ თუ არა თქვენ? გეუფლება თუ არა გაოცების გრძნობა, როდესაც უყურებთ ქრისტეს სასამართლოზე, რომელიც თავს არ იმართლებს, არც კი სურს გადაირჩინოს თავი. საერთოდ არ სურს. საერთოდ. პირიქით მიდის სასიკვდილოდ, უნდა რომ მოკვდეს. რატომ? მოსწონს სიკვდილი? არა. როგორ შეიძლება სიკვდილი მოგწონდეს? რა თქმა უნდა, ქრისტეს არ მოსწონს სიკვდილი. სიკვდილი ეს არის მტერი ღვთისა, კაცობრიობისა. უკანასკნელი მტერი, როგორ წერია საღვთო წერილში, მაგრამ მოусმინეთ წმინდა პეტრე მოციქულს. აი რას ამბობს ის ქრისტეს დუმილზე, რომელსაც ლანძღავდნენ, იქცეთ ყურადღება, მე ვციტირებ წმინდა პეტრე მოციქულს, მისი პირველი ეპისტოლედან, თუ ვინმე იწერს, ეს არის პირველი ეპისტოლე, მეორე თავი, 23 მუხლი. რომელსაც ლანძღავდნენ, ვიზია ლაპარაკი ქრისტეზე, რომელსაც ლანძღავდნენ, რა შვებოდა? და ლანძღვით არ უპასუხებდა. ძნელი ეს თუ არა, რომ შეგაგინებენ და შეგინებით არ უპასუხებენ. ლანძღავდნენ და ლანძღვით არ უპასუხებდა.
იტანჯებოდა, დიახ, იტანჯებოდა პილატეს წინაშე და არ იმუქრებოდა. არ ამბობდა, ასე და ასე გაგიკეთოს ღმერთმა. არამედ რაქნა, მიაქციეთ სიტყვას და შემოხაზეთ. არამედ მიენდო სიმართლით გამკითხველს. ვინ არის სიმართლით გამკითხველი? ღმერთი. რა შვებოდა ქრისტე ამ დროს, როდესაც გაჩერებული იყო? ის ემორჩილებოდა ღვთისნებას, ის მთლიანად გადაცემული იყო, დანებებული იყო ამ ნებაზე და მეორე რასაც აკეთებდა, როგორც წმინდა პეტრე მოციქული გვიმარტავს, ის ენდობოდა. შეუძლებელია გაიარო ეს ნდობის გარეშე, ღვთის ნდობის გარეშე. ეს წარმოუდგენელია. ეს სიგიჟია, ეს ფანატიკოსობა. თუ არ არსებობს ნდობა, იმ დროს, როდესაც შენ გადიხარ გარკვეულ განსაცდელს, როდესაც ღვთის ნება გახვედრებს შენ იმას, რაც შენ არ გსურს ადამიანური წარმოდგენით, თუ ამ დროს არ არის ნდობა ღვთისადმი, ეს წარმოუდგენელია. წარმოუდგენელი ადამიანმა გაიაროს ან გადაიტანოს. ღვთის ძეს ჰქონდა წარმოუდგენელი, შეიძლება აღთოვანდეთ კიდეც და უნდა აღთოვანდეთ, რა თქმა უნდა. როდესაც უყურებთ ქრისტეს ჩუმად, მდუმარებაში, დუმილში, სიჩუმეში მყოფს და დავინახოთ ქრისტეს გულის თითეული ცემა არის მამისადმი ნდობა. ის ენდობა სიმართლით გამკითხველს, როგორც წმინდა პეტრე მოციქული ამბობს. არ პასუხობს, არ იმუქრება, არაფერს არ ლაპარაკობს, არ ეძებს ვექილს, არ იცავს თავს, არ სურს გადარჩეს, მიდის ამ ყველაფერზე, მაგრამ როგორ აკეთებს ამას? ნდობით. ის ენდობა მამის ნებას. ის ამბობს, თუ ღმერთმა თავისი ნებით წამიყვანა აქ, შემიყვანა ამ ცეცხლში, მას აქვს ძალა შემინახოს მე და მას აქვს ძალა აღმადგინოს მე. ეს არის ნდობა. ეს არის ნდობა, როცა შენ არ იცი, არ გამოგიცდია, წარია, მაგრამ შენ ენდობი მამას, რომელიც არასოდეს არ გტოვებს. რა სიტყვა მოგცა ჩვენ ქრისტემ? წუთისოფლის აღსასრულამდე მე ვარ თქვენთან. რა სიტყვა მოგცა ჩვენ ქრისტემ, რომ მამის ხელებიდან ვერავინ ვერასოდეს ვერ გამოგლეჩს თქვენ. ვერავინ. ეს შეუძლებელია. ეს შეუძლებელია. მას აქვს ძალა დაგვიცვას ჩვენ ყოველგვარი დაცემისგან და უბიწოდ შეგვინახოს თავისი დიდებისთვის. ამბობს თუ არა ასე საღვთო წერილი. ეს არის წარმოუდგენელი ნდობა განსაცდელისას. იმ დროს, როდესაც ქრისტე ლანძღვის წინაშე იდგა, როდესაც ქრისტეს ტანჯავდნენ, როდესაც ქრისტე ასრულებდა ღვთის ნებას. წმინდა პავლე მოციქული ამბობს, ყველაფერი გააკეთეთ რტვინვისა და მეორე რა არის? ყოყმანის გარეშე, ანუ სხვა თარგმანში ეჭვის გარეშე. ეჭვი. სწორედ განსაცდელისას მოდის ადამიანის გულში ეჭვი. მოდით ქრისტეს მსგავსად, თუ აღმოჩნდებით ღვთის ნებით, ძალიან დაშორებით მსგავს სიტუაციაში, იმიტომ რომ ქრისტესნაირად არავის არ ძალოს. ზოგჯერ ამბობენ, ის ხო ქრისტეა, ის ხო ქრისტემ გააკეთა. ქრისტე კი არის, მაგრამ ჩვენ ქრისტეს ნაკვალებით მივდივართ. ქრისტიანი ვინ არის? ქრისტეს მიმბაძველი. საღვთო წერილი გვეუბნება, მიბაძეთ ქრისტეს. ქრისტე ეს არის ჩვენი მაგალითი, ჩვენი ნიმუში. არასოდეს არ თქვათ, ეს ხომ ქრისტემ გააკეთა. იმიტომ გააკეთა, რომ ჩვენ ნიმუში დაგვიდო, რომ მსგავსად მოვიქცეთ. ღვთის ნება, ჩანაფიქრი ხომ ეს არის სინამდვილეში, რომ ვის დავემსგავსოთ? მესის თუ რონალდოს? თუ რომელიმე სპორტსმენს კიდე? რომელთა სურათებსაც ჩამოკიდებენ ხოლმე სახლებში? ან რომელიმე მომღერალს? მე არ გეუბნებით, რომ ქრისტეს სურათები ჩამოკიდეთ, მაგრამ ვის უნდა დავემსგავსოთ? ვინ უნდა იყოს ჩვენი შთამაგონებელი? ვინ უნდა იყოს ჩვენი ნიმუში? ქრისტიანებო, ვინ? იესო ქრისტე. ასე არ ამბობს საღვთო წერილი. იესო ქრისტე.
ის არის ერთადერთი და უცვლელი. ის არის ის ერთადერთი სახე, ის ერთადერთი სურათი, რომელიც როგორც წმინდა გრიგოლ ნოსელი ამბობს, უნდა გამოიხატოს ჩვენში. ეს არის ღვთის ჩანაფიქრი. და მესამე. სიმართლე გითხრათ, ეს საოცარია მესამე. მესამე საოცარია. ნეტარი ავგუსტინე გვეხმარება ჩვენ და ალბათ ვერც კი დავინახავდით ამ მესამე საოცარ რამეს ქრისტეს დუმილში, როგორ განმარტა წმინდა ავგუსტინე. მართლაც ვერ დავინახავდით. ყოველ შემთხვევაში მე ვერ დავინახავდი. ნეტარი ავგუსტინეს გარეშე. მაგრამ ეს საოცარი ღვთის მოძღვარი, რომელმაც ღმერთმა განსაკუთრებული მადლი მისცა საღვთო წერილის განმარტებისა და იმის დანახვისა, რასაც ჩვეულებრივი მორწმუნე ვერ ხედავს. განმარტავს და ამბობს, რომ ქრისტეს დუმილი არის მის მიერ წინასწარმეტყველების შესრულება. ერთი წუთით, რა წინასწარმეტყველების? რა დაინახა ამ დუმილში? როგორ მოასწრო ნეტარმა ავგუსტინემ დაენახა ქრისტეს დუმილში წინასწარმეტყველების შესრულება. აი მოусმინეთ ამ წინასწარმეტყველებას. ესაია 53:7. არ დაუძრავს ბაგე, როგორც კრავი დასაკლავად რომ მიჰყავთ. როდესაც პილატეს წინაშე ქრისტე იდგა და პირს არ აღებდა, ის აღასრულებდა წინასწარმეტყველებას, ღვთისნებას კრავის შესახებ. ღვთის წინასწარმეტყველება ამბობდა, რომ მესია გახდებოდა კრავი. რას ნიშნავს კრავი? რა სიმბოლოა? რა მეტაფორაა კრავი? კრავი ეს არის მსხვერპლი, რომელიც იწირება ტაძარში, ცოდვების გამოსასყიდად. ქრისტე, როდესაც დუმდა, ვის დაემსგავსა სინამდვილეში ამ წინასწარმეტყველების მიხედვით? მითხარით? კრავს. კრავს. იმიტომ რომ კრავს არ უნდა გაეღო ბაგე. იესომ ბაგე არ გახსნა. და ამით დაემსგავსა კრავს. ახლა კი მოусმინეთ მთლიანად ციტირებას ნეტარი ავგუსტინეს შესანიშნავი, უშესანიშნავესი განმარტებისა, რომელსაც ჩვენ მივყავართ ქრისტესთან და რომელიც ადიდებს ქრისტეს ჩვენ ცხოვრებაში. ეკლესიის მოძღვარი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ის როგორც წესი პასუხობდა მათ, ვინც მას კითხვებს უსვამდა. აქ პილატეს წინაშე მან უარი თქვა პასუხის გაცემაზე. ყოველთვის როცა ის არ პასუხობდა მათ, ვინც მას ეკითხებოდა, ამეთ წინასწარმეტყველებას ასრულებდა. იესოს როდესაც ეკითხებოდნენ, პასუხს სცემდა თუ არა? სცემდა. რა არის უდიდესი მცნება, როგორ შევიდე სასუფეველში? ყოველთვის სცემდა პასუხს, აქ აღარ სცემს პასუხს. რატო? აქ შუმათ არის, რატო? ავგუსტინე გვეუბნება, ნეტარი ავგუსტინე, იმიტომ რომ აქ კრავი გახდა. კრავი, რომელიც უნდა დაიკლას. უბრალოდ კრავი კი არა. აქ წერია, არ დაუძრავს ბაგე როგორც კრავი, როგორ ამბობს ესაია? დასაკლავად რომ მიჰყავთ. ანუ აი აქ, აი ამ სიუჟეტში, აი პილატეს წინაშე ქრისტე ემსგავსება დასაკლავ კრავს, რომელსაც ყელი უნდა გამოჭრან, რომლის სისხლი უნდა დაღვარო. კრავის ხატება, ანუ სურათი, ამბობს ავგუსტინე, მიუთითებს, რომ მისი დუმილი გულისხმობს უდანაშაულობას და არა დანაშაულს. სამჟავროზე მან, როგორც კრავმა არ გააღო თავისი ბაგე, არა იმიტომ, რომ იგი შეკრული იყო თავისი ცოდვებით, როგორც შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რაც ჩვენ დასაწყისში ვთქვით ჩვენი საუბრისა. თითქოს შთაბეჭდილება იქნება იესო არის დამნაშავე. არა ამბობს ნეტარი ავგუსტინე. სამჟავროზე მან, როგორც კრავმა არ გააღო თავისი ბაგე, არა იმიტომ, რომ იგი შეკრული იყო თავისი ცოდვებით, არამედ იმიტომ, რომ აი ახლა არის ევერესტი. ახლა არის მწვერვალი, ახლა არის მთავარი სათქმელი, რაც დღეს უნდა ვთქვათ. ეხლა არის ყველაფერი. არამედ იმიტომ, რომ მორჩილად შესწირა თავი მსხვერპლად სხვების ცოდვებისთვის. როდესაც ჩვენ უყურებ ქრისტეს, მდუმარებაში მყოფს. ეს არის ქრისტე, რომელიც ჩვენთვის კვდება როგორც კრავი. ის არ ლაპარაკობს არაფერს. არ ეწინააღმდეგება ბოროტს.
არ იცავს თავს, იმიტომ რომ შენ იყო დაცული, გადარჩენილი, გამკურნებული, აღმდგარი და შეცვლილი. მისი დუმილი ჩვენი გადარჩენაა. მას რომ პირი გაეღო, აქ ჩვენ არ ვისხდებოდი და მილიონობით ქრისტიანები არ იარსებებდა. და ამას ბეჭედი დაასვა წმინდა ამბროსიმ, რომელმაც მონათლა ნეტარი ავგუსტინე. აი რას ამბობს ის, ერთი წიანდადება, მან შეაჯამა ქრისტეს დუმილი ერთი წიანდადებით. ყველას მაცხოვარმა, როგორ მომწონს ეს გამოთქმა წმინდა ამბროსისა, არა მაცხოვარმა, არამედ ყველას მაცხოვარმა, შენმა, ჩემმა, უარი თქვა თავის გადარჩენაზე, როდესაც დადუმდა, რომ მოეპოვებინა გადარჩენა ყველასთვის. ხო შესანიშნავია, ხო გასაგებია. იესო იყო მორჩილი, როდესაც არ აღებდა ბაგეს, იესო იყო მიმდობი, როდესაც არ აღებდა ბაგეს, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როდესაც ის არ აღებდა ბაგეს, ის იყო დასაკლავად განწესებული, დასაკლავად წინასწარ განსაზღვრული, დასაკლავად დანიშნული, დასაკლავად გამზადებული მსხვერპლი, კრავი იმისათვის, რომ ჩვენ გადარჩენილიყავით. როგორ შეიძლება ახტაცებაში არ მოხვიდე ქრისტეს დუმილის გამო? პილატე გაოცებული იყო, რომ ის არ ცდილობდა საკუთარი თავის გადარჩენას, არა იმიტომ, რომ მას სურდა ან უყვარდა სიკვდილი, არამედ იმიტომ, რომ იმ მომენტში ის ფიქრობდა შენზე და ჩემზე. ჩვენ კიდევ არ ვიყავით დაბადებულები, მაგრამ უკვე ფიქრობდა ჩვენზე, რომ მისი ჭრილობები ჩვენ გამკურნებულიყავით, რომ მისი სიკვდილით ჩვენ გავცოცხლებულიყავით, რომ მისი სისხლით ჩვენი ცოდვები ყოფილიყო გამოსყიდული. მან უარი თქვა საკუთარი თავის გადარჩენაზე. რატომ? იმიტომ რომ შენ და მე გადარჩენილიყავით. ეს არის უპრეცედენტო რამ რელიგიაში. უპრეცედენტო რამ რელიგიაში. მხოლოდ ქრისტიანობა ამბობს ამის შესახებ, რომ ქრისტემ საკუთარი სიცოცხლე გაიღო. ძირითადად რელიგიაში არის შენ უნდა იყო ასეთი, შენ უნდა გააკეთო ეს, შენ უნდა დაიმსახურო, მაგრამ ქრისტიანობა გეუბნება ის ამბობს უარს საკუთარი თავის გადარჩენაზე, როცა შეეძლო ამის გაკეთება, იმიტომ რომ ჩვენ გადავრჩეთ ერთადერთში, იესო ქრისტეში. აქვს თუ არა თქვენთვის მნიშვნელობა ქრისტეს დუმილს პილატეს წინაშე? არის თუ არა თქვენთვის ეს შთაგონება, რომ იყოთ თავმდაბალნი ღვთისნების შესრულებისას, იყოთ მიმდობნი ღვთისნებისადმი და დაინახოთ გამოსყიდვის საიდუმლო ამ მდგომარეობაში? აქვს თუ არა ამას მნიშვნელობა თქვენთვის დღეს? განგაწყობთ თუ არა ეს თქვენ დღეს თავმდაბლობისკენ, უფრო მეტი ნდობისკენ და უფრო მეტი გააზრებისკენ ქრისტეს სახარების საიდუმლოსი? ზოგი შეიძლება ამბობდეს, გავიგე რომ ქრისტე ჯვარზე მოკვდა. ბოლომდე ჩვენ ეს არ გვესმის კიდე. და გჭირდება არა მარტო ეს ცხოვრება, არამედ მთელი მარადიულობა, რომ ეს დიდებული საიდუმლოება სულ უფრო მეტად და უფრო მეტად გახდეს ჩვენთვის გასაგები და მისაღები. განა შეიძლება ამის შემდეგ ქრისტე არ გიყვარდეს? განა შეიძლება ამის შემდეგ იესო ქრისტე არ ადიდო? განა შეიძლება ამის შემდეგ მისთვის ყველაფერი არ დათმო? განა შეიძლება ამის შემდეგ ქრისტე არ აღიარო უპირველეს ყოვლისა ცხოვრებაში, რომელსაც ჰქონდა ძალა, რომელიც იყო სიცოცხლის წინამძღვარი, უარს ამბობს სიცოცხლეზე, იმისათვის რომ შენ და მე გვეცხოვრა. მოვიდრიკოთ გულები ღვთის წინაშე და ვილოცოთ.